მოდი დავუშვათ, რომ ჩვენ წერთ ახლა რომანს და ჩვენ გვაინტერესებს გმირის თავგადასავალი. რა ამბავი გადახდა გმირს? რა გზა გაიარა მან იმისთვის, რომ ის ყოფილიყო ისეთი, როგორც ჩვენ ტექსტის ბოლოს ყავს. ანუ ისეთი გმირი, როგორც მერე შემდგომ დიდი ტექსტების წაკითხვის შედეგად ჩვენ გვამახსოვრდება ხო. პირობითად რომ თქვათ, აი ესე მარტივი ფორმულა რომ გავაკეთოთ, ხო? ყველა გმირი გადის გზას A წერტილიდან B წერტილამდე. ანუ რაღაცით იწყება მისი თავგადასავალი და რაღაცით მთავრდება. ეს რაღაცით დაწყება შეიძლება იყოს პირობითად მისი ბავშვობა, შეიძლება იყოს იქამდე მდგომარეობა, ვიდრე ის ჩავარდებოდა რაღაც კრიტიკულ სიტუაციაში ან გამოავლენდა თავის ნამდვილ მეს, სანამ ის გახდებოდა ისეთი, როგორიც არის, ან უბრალოდ რაღაცა შორიდან დაწყებული ამბავი, რომელიც ლოგიკურად სრულდება გმირის გარდასახვით და ტექსტის ბოლო ნაწილით, როდესაც ჩვენ წერტილს ვსვამთ. ანუ მთელი ტექსტი არის A წერტილიდან B წერტილამდე. როდესაც შემდგომ ლექციებში მე გავამახვილებ ამაზე ყურადღებას და ბევრჯერ გავიმეორებ A წერტილიდან B წერტილამდე მისასვლელ გზას, ეს უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი ტექსტის განმავლობაში ჩვენ გმირს ვამოგზაურებთ A წერტილიდან B წერტილამდე და ბევრი თავგადასავალი მას უნდა გადახდეს თავს. ეს A წერტილიდან B წერტილამდე უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, მე გთავაზობ თქვენ ერთი ძალიან გონიერი ადამიანის, კულტუროლოგის, ჯოზეფ კემბელის ფორმულას გმირის მოგზაურობისა, რომელიც აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მითისთვის, ბევრი ზღაპრისთვის, ბევრი ლიტერატურული ტექსტისთვის, ბევრი რელიგიისთვის საერთოა, რადგან ეფუძნება რაღაც საერთო უნივერსალურ და გამართლებულ ფორმულას, რომელიც გმირის ამ მოგზაურობას ასახავს დასაწყისიდან ტრანსფორმაციამდე. ანუ როდესაც ჩვენ A წერტილიდან B წერტილამდე ამბავი უნდა მოვყვეთ, გავივლით აი ამ გზას, რომელიც ესე წრეზე დახაზულია და ეს გზა შედგება პირობითად 12 გაჩერებისგან. ზოგ ვერსიაში არის 8 გაჩერება, ზოგში 7-ია. მე ძალიან მომწონს ეს 12 გაჩერება, რადგან ლიტერატურულ ტექსტებს იდეალურად ესე ვთქვათ ასახავს და ამ შემთხვევაში მოდი გავყვეთ ამას. ჯერ პირველი შეხვედრა გქონდეს, ესე იგი სტრუქტურის აგების ძირითად, ჩონჩხის აგების ძირითად იმ ფორმასთან, რომელიც ეფუძნება გმირის მოგზაურობას. მოკლედ გმირი თუ ისევ რომანზე მიდგება საქმე და რომანზე ვილაპარაკებთ, იწყებს გმირის შესახებ თხრობას ჩვენ ვიწყებთ მისი ყოველდღიურობის გაცნობით. რაღაც სიტუაციაში არის ადამიანი ისეთი, როგორიც არის. პირობითად ავიღოთ ისეთი ტექსტი, როგორიც არის, თქვათ, ანა კარენინა, ხო? ანა კარენინას ისტორია იწყება იმით, რომ მისი ყოველდღიურობა არის ასეთი. ყავს ოჯახი, რაღაც რუტინულ საქმეს აკეთებს, ცდილობს, რომ თქვათ, პირობითად მოაგვაროს მისი ძმის ოჯახის რაღაც პრობლემა, მისი ძმა და რძალი აპირებენ რაღაც დაშორებას თითქოს და ამ მოგზაურობაში მიდის ანა კარენინა იმისთვის, რომ დაეხმაროს, ასე ვთქვათ, სხვას. ამას მერე ჩვენ ვიტყვით რა არის ეს თავგადასავლის მოხმობა და თავგადასავლის უარყოფა. ეს ნაწილები შემოდის, მაგრამ მოდი ჯერ უბრალოდ ვთქვათ, რომ აი ყოველდღიურობა. ან ვთქვათ, ავიღოთ უფრო ნაცნობი ჩვენთვის ტექსტი, დოჩანაშვილის 60-ელი პირველი, რომელიც აი ამ სტრუქტურას ერთ-ერთი იდეალურად ასახავს. ყოველდღიურობა დომენიკოსში, ხო? დომენიკოს ყოველდღიურობა არის ის, რომ ის სადღაც მაღალ სოფელში ცხოვრობს, ერთადერთი რაც მას აინტერესებს არის თანასოფლელებთან ურთიერთობა, რაღაც მის სოფელში დადის, ადამიანებს ელაპარაკება და იმის იქით, თავის სოფლის იქით რა არის, მან არ იცის. და იდეაში რო ვთქვათ, არც აინტერესებს. აი ამ ყოველდღიურობას გურამ დოჩანაშვილი რამდენიმე ათეულ ფურცელს უთმობს, რომ გაგვაცნოს გმირი როგორია. და ჩვენ გმირს ვიცნობთ, რომ ის არის ძალიან გულუბრყვილო, მაგრამ სუფთა ადამიანი, დომენიკო. ანუ ყოველდღიურობის პუნქტი ემსახურება იმას, რომ ჩვენ გმირი გავიცნოთ, იმიტომ რომ ჩვენ გმირს მერე უნდა გავყვეთ მოგზაურობაში, მისი თავგადასავალი უნდა გახდეს, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ძალიან ახლობელი, შესაბამისად, რაც უფრო კარგად გააცნობ გმირს მის ყოველდღიურობაში, ყოველდღიური რუტინა, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება. შეიძლება ეს უბრალოდ რაღაც ამბავი იყოს გმირის, საიდანაც იმ წერტილიდან იწყებს ის მოგზაურობას, მის თავგადასავალი იწყება აქედან. შემდგომ გმირს რაღაცა გამოუჩნდება ხოლმე, ეს შინაგანი ხმა არის ხშირად.
ან პირობითად რაღაცა უცნაურობა შემოდის მის ცხოვრებაში, მაგალითად ანა კარენინას შემთხვევაში თავგადასავლის მოხმობა არის ის, რომ გადაწყვიტა სხვისი პრობლემა, სხვისი ოჯახი გადაერჩინა და რაღაცა მოვიდა მასთან ეს ინფორმაცია და ის იწყებს, ასე ვთქვათ, ამ ხმის მიმართულებით სიარულს, ხო? დომენიკოს შემთხვევაში თავგადასავლის მოხმობა ეს არის გზავრილ ტოლვილი, რომელიც დომენიკოს მოუყვება ზღვის შესახებ და ეუბნება, რომ სადღაც არსებობს ასეთი ქვეყანა, სადაც არის ზღვა რა არის, არ იცის დომენიკომ და ზღვა არის ეს წარმოიდგინოთ ყველაზე დიდი ტბა, კიდევ უფრო დიდი ტბა და კიდევ უფრო დიდი, რომელსაც თვალი ვერ მისწვდება. დომენიკო გაიგებს მასაების შესახებ და ბევრი სხვა ინფორმაცია შეიტყობს და მის გონებაში ჩნდება რაღაც ახალი, რაც ეძახის მას, რომ ეს ყოველდღიურობა უკვე აღარ არის საკმარისი და ის უნდა წავიდეს მოგზაურობაში. მაგრამ ხო, ეს თავგადასავლის მოხმობა შეიძლება იძულებითი ფორმითაც მოხდეს. შეიძლება უბრალოდ გმირი იძულებული გახდეს, რომ შეცვალოს თავისი რეალობა. მაგალითად, ქონდა იდეალურად ცხოვრება აწყობილი, მაგრამ რაღაცა უბედურება შეემთხვა და ის იძულებულია, რომ ახალ რეალობაში დაიწყოს მოქმედება. ხო, თავგადასავლის მოხმობის შემდეგი პუნქტი არის თავგადასავლის უარყოფა. ეს არის ძალიან ლოგიკური მომენტი, რადგან ეგრეთ წოდებულ კომფორტის ზონაში მყოფი ადამიანი, რა თქმა უნდა, ადვილად ვერ გადის, ხო, ახალ გზაზე. ანუ მისთვის რაღაც ერთი რეალობა იმდენად ორგანული გახდა, იმდენი წელი იყო, თქვათ, იმ გარემოცვაში, იმ რეალობაში, რომ ის უარს ამბობს ამ შინაგან ტრანსფორმაციაზე და ამ დროს ხდება ერთი უცნაური რაღაც, აი ზღაპრის სტრუქტურა გვეუბნება, რომ როდესაც გმირი უარყოფს თავგადასავალს და ამბობს, რომ მე არ შემიძლია, ვერ მოვახერხებ, არ მინდა და ასე შემდეგ, გარემოცვა ეთანხმება მის ამ აზრს. და ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ირგვლივ ადამიანები, რომლებიც ეუბნებიან, რომ არ წახვიდი, არ გირჩევ ამ თავგადასავალს, არ გაბედო შენ ეს სიახლის მიღება, რადგან ეს შენთვის შეიძლება იყოს დამღუპველი. და ეს არის გმირის, ასე ვთქვათ, პირველი გამოცდა, როდესაც მან უნდა გაბედოს, რომ ან გაყვეს ახალ აზრს, წავიდეს ამ მოგზაურობაში, ან დაბრუნდეს ისევ თავის ყოველდღიურობაში. თუ ეს ასე მოხდა, ეს პირველი დაბრუნება გვაქვს ასეთი გმირის ტექსტებს ჩვენ არ ვკითხულობთ, ან ცუდი ნაწარმოებია. ხა წარმოიდგინეთ რაღაცა გაბედა გმირმა და ისე უკან დაბრუნდა, დამთავრდა, მისი ტრანსფორმაცია არ მოხდა, ჩვენ ასეთი ტექსტები არ გვაინტერესებს.